4 თებერვალს შედგა პეტიცია, სწორედ აი ამ გამოწვევების შესახებ. ეს არის სადიაგნოსტიკო კვლევების დაფინანსება, რომელიც რეალურად ბევრი ათასი ლარი ღირს და პაციენტები აი სკრინინგს ვინც ჩაიტარებს და უკვე დიაგნოზის დასმამდე, აი ამ შუალედში რა კვლევებიც გვჭირდება, ესენი არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან. ასევე უკვე ონკოპაციენტისთვის მკურნალობას რო დაასრულოს, აი სახელმწიფო რომ სახელმწიფომ გადაიხადა თანხა უმკურნალო პაციენტს და შემდეგ უკვე ეს შუალედურ კვლევებს ვეძახით და ეს შუალედური კვლევები, რომელიც ბევრი ათასი ლარი ღირს ასევე არ ფინანსდება სახელმწიფოს მხრიდან და ხშირ შემთხვევაში ვერ იტარებენ ადამიანები გამოკვლევებს და უკვე ძალიან დაგვიანებულ ეტაპზე მოდიან და სახელმწიფოს ეს გაცილებით ძვირი უჯდება. ძალიან ბევრია სამუშაო, რომ შევძლოთ მაგალითისთვის ყველაფერი იყოს ხელმისაწვდომი პაციენტისთვის და რაღაცა ადრეული დიაგნოსტიკა გავხადოთ აქტუალური, ის რომ რეაბილიტაცია გავხადოთ აქტუალური. ანუ რეალურად პაციენტს აი ჩვენი იმის სწორედ არის რომ სრულფასოვანი მკურნალობა და უწყვეტი ზრუნვა იყოს ყველაზე მთავარი პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის. მე დამიდგინდა ორმხრივი ორივე ძოძოს კიბო, ასე ვთქვათ, ჩავიტარე ქიმიოთერაპია, სხიური თერაპია, შესაბამისად ოპერაციაც, ეხლა ჰორმონოთერაპიას გავდივარ, თუმცა გამარჯვებული და გამოჯამრთელებული გოგო მქვია. რა თქმა უნდა, ძალიან რთულია და ეხლა ესე ღიმილიანად არ მიდის ეს პერიოდი, მაგრამ აი ჩემნაირი გოგოების დახმარებით ბევრად მარტივია ამ გზის გავლა, იმიტომ რომ გვერდში დგომა და თანაგრძნობა, ჯანსაღი თანაგრძნობა ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია. 2014 წლიდან ვარ ონკოპაციენტი. 2014 წელს, რა თქმა უნდა, ნაკლები შესაძლებლობები იყო. საერთოდ არ არსებობდა არც ფსიქოლოგიური მხარდაჭერა, არც არანაირი სარეაბილიტაციო ესეთი დაწესებულება და ჯგუფი არ იყო. უბრალოდ აი მე როდესაც გავიცანი ანა მაზანიშვილი, ანამ შემომთავაზა რომ ორგანიზაციაში გავწევრიანებულიყავი და ჩვენ თვითონ პაციენტებმა შევქმნით ეს ორგანიზაცია, რომელიც ეხმარება შემდგომ ყველა პაციენტებს, ანუ პაციენტებისთვის. ჩვენი ეს ყველა შეკრება, აქტივობაც ემსახურება იმას, რომ მოგვაქციონ ძალიან დიდი ყურადღება ამ მხრივ, რომ შემდგომ ვისაც ექნება ეს ძიმე განსაცდელი, რომ ასე ვთქვათ, გაკვალულ გზაზე მოუწიოთ სიარული. ეს არის უწყებათა შორისი, ზეპარტიული სახელმწიფოთა შორისი პრობლემა, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების დაფინანსების ხელმისაწვდომობა, განკურნება და ასე შემდეგ. ჯანდაცვის სამინისტროს კომიტეტთან ერთად ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული იმისთვის, რომ კერდის კიბოს შემთხვევაში ადრეული დიაგნოსტიკიდან, უბრალოდ პრევენციული ღონისძიებებიდან დაწყებული, როგორც სკრინინგია დამთავრებული, მკურნალობამდე უწყვეტი ჯაჭვის ნაწილში ძალიან ბევრია გაკეთებული. თუ არსებობს კიდე პატარ-პატარა რგოლები, რომელიც ამოსავსებია ამ უწყვეტი ჯაჭვის ნაწილში, ვეცდებით, რომ ესეც მაქსიმალურად იყოს ამოწურული. დღევანდელი ღონისძიებაც ამას ემსახურება.